აქამდე რომ მივიდა და ესე ჩამოიშალა საქართველოს სახელმწიფო როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, უნდა ძალიან მძიმე და დრამატულია ჩვენთვის. საბოლოო ჯამში ეს მაწინააღმდეგე იქნება გამოყენებული, რომ მტკიცებულებები მათი დანაშაულების. იქ დანაშაულებზეა საუბარი. თვითონ აქციების დროს დარბეული ადამიანების წამებების შემთხვევები. ახლა პირველად მოხდა რამდენადაც მახსოვს საერთაშორისო ასე ვთქვათ ანგარიში წამება. აქეთ ამ მხრიდან დასჯილია ძალიან ბევრი. დასჯილია აბსოლუტურად არაპროპორციულად. ალბი ჩვენებებით ესეც არ ნათქვა. ბევრი შეიძლება უსამართლოდაც, მაგრამ ნუ დასჯილი ყავს და იქიდან ერთი ადამიანიც არ არის. ოცნების ერთ-ერთი მაღალ ჩინოსანი ამბობს, რომ ეს ჩვენი კულტურის ნაწილიაო. ანუ ეს რომ ჩვენ ელჩებს ესე ველაპარაკებით, თურმე ჩვენი კულტურის ნაწილი ყოფილა. დაჭერილ დროს ქუჩაში კიდე ცალკე საკითხია. ეს ცალკე ეს შეიძლება გადაჭარბებული იყოს, მაგრამ დაჭერილზე ცემა და დაჭერილზე სპეციალური ფსიქოლოგიური ძალადობა, ფიზიკური ძალადობა შეურაცხყოფა, ეს წამებასთან გათანაბრებული ქმნდება. თუ ჩვენ ევროპასთან ასე გავაფუჭებთ ურთიერთობას დასავლეთთან, ჩავჭრით ყველაფერს. რას ქვეყნები ვიქცევთ, ან რა არის ჩვენი პერსპექტივა საბოლოო ჯამში? გზა არის როგორ? გარკვეული შემდგარი ავტოკრატია, პრასტო შეიძლება დინასტიურიც, არ ვიცი. კობახიძის ავტორობით შექმნილ და ქართული ოცნების მიერ დამტკიცებულ, მათ შორის მაშინდელი ჩემი მონაწილეობითაც, ჩვენს მიერ მაშინ ქართული ოცნების 2017 წელს ქართული ოცნების შემადგენლობის მიერ მიღებული კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა. თავის წინააღმდეგ არის, ანუ მათ ვინმე კი არ აშანტაჟებს, ანუ ქართულმა ოცნებმა ქართულ ოცნებას უღალატა. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტქალაქი. როგორც იცით, ამ კვირაში გამოქვეყნდა ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში, რომელიც საკმაოდ კაცრი გამოდგა ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ. ამ ანგარიში საუბარია ქართული ოცნების გადადგმულ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე, მათ მიერ მიღებულ ანტიდემოკრატიულ კანონებზე, ასევე საუბარია ძალადობაზე, რომელსაც ქართული ოცნება იყენებდა დემონსტრანტების წინააღმდეგ და საუბარია წამებაზეც კი. ქართული ოცნება ტრადიციულად უკან არიხევს და ანგარიშის ავტორებს თავს ესხმის. ამბობს, რომ არც ერთ რეკომენდაციას არ შეასრულებს და შედის კონფრონტაციაში. რეალურად რა შედეგი შეიძლება მოყვეს ასეთ მკაცრ ანგარიშს? შეიძლება თუ არა საქმე რეალურად მივიდეს საერთაშორისო სასამართლომდე და ზოგადად რას მოუტანს ქვეყანას ჩვენი ხელისუფლების ასეთი კონფრონტაციული დამოკიდებულება დასავლურ სამყაროსთან? ამ და სხვა საკითხებზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში და ჩვენი სტუმარი იქნება ყოფილი დეპუტატი, ქართული ოცნების ყოფილი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი. მოგესალმებით ბატონო დიმიტრი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მინდა ვისაუბროთ ორ საკითხზე. ერთი ზოგადად მინდა ვისაუბროთ დასავლეთთან ურთიერთობაზე, როგორც ჩამოვუყალიბდა ამ ხელისუფლებას და დღეს რა ეტაპზეა და დავიწყოთ ამაზე საუბარი სწორედ ამ ბოლო მოვლენებით, რაც ეხება ეუთოს დასკვნას, მოსკოვის მექანიზმის, რომელიც საკმაოდ კაცრი გამოვიდა. ჩვენს მაყურებელს ვაუხსნათ, რა არის ეს მოსკოვის მექანიზმი, რა დასკვნა დაიწერა, რატო არის ეს ესეთი კაცრი და მნიშვნელოვანი და რა შეცვალა ზოგადად ამ დასკვნამ. მადლობა მოწვევისთვის. ალბათ ერთ-ერთი მთავარი აქ ხაზი არის, რომ ეს არ არის კი არა ობიექტური, ყველაზე უბრალოდ მდგომარეობაა ძალიან მძიმე და შესაბამისად დასკვნა, რომელიც დაიწერა, რომელიც ასახავს პრინციპში ანგარიში მთლიანად იმ ფაქტების, ასე ვთქვათ, ერთობლიობას, რომელსაც ჩვენ ამ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ვაკვირდებით, ეს უბრალოდ თავმოყრილია და ერთ თავმოყრილი ეს ყველაფერი იძლევა ძალიან მკაცრ მძიმე სურათს. და შესაბამისად რეკომენდაციებიც არის ისეთი, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ეს სურათი შეიცვალოს და თავისთავად ჩანს უკვე ეს ძალიან მკაცრი ხა. ხაროა რომ საქართველოს აქამდე მივიდა ერთ დროს, შეიძლება კრიტიკული იყო ბევრი სხვადასხვა პოლიტიკური პარტია, სხვადასხვა შეფასებები, მაგრამ ფაქტია რომ საქართველოს იყო ძალიან მოწინავე დემოკრატიული გარდაქმნების თვალსაზრისით ბევრი ეტაპის განმავლობაში, ხო სხვადასხვა ეტაპის განმავლობაში და აქამდე რომ მივიდა და ესე ჩამოიშალა საქართველოს სახელმწიფო როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, უნდა ძალიან მძიმე და დრამატულია ჩვენთვის ყველასთვის რა. უბრალოდ არ ვიცი, ამას ძალიან არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება, რომელიც პასუხებიც კი არის ამ ანგარიშზე, რომელიც სრულიად არაადეკვატურია, მე ვიტყოდე, ძალიან ობიექტურ კითხვებზე, რომელსაც სვამს დამოუკიდებელი ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც სხვათა შორის შეეძლო ქართულ ოცნებას თავისი მონაწილე ყოლოდა და უარი თქვა, მაგრამ პასუხები, რომელიც არის კიდევ უფრო შემაშინებელი, იმიტომ რომ აბსოლუტურად გააზრებული არ აქვს, რა უბედურებაში შეიყვანეს თავის და ქვეყანა. ეხლა რა ახსნა რაში აღმოჩნდა? ხო, ანუ აღმოჩნდა რაში, ჯერ ერთი აქამდე თუ გარკვეული რეზოლუციები იყო სხვადასხვა, ვთქვათ, იგივე ვთქვათ, ევროპარლამენტის რამდენი არაერთი რეზოლუცია, რომელიც ძალიან მკაცრი იყო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირისკენ მიდის, მაგრამ ეს მაინც გარე ჯგუფის გადაწყვეტილი, ანუ ინსტიტუციის, რომელიც წევრი არ ახარ, მაგრამ ასევე იყო ძალიან მძიმე რეზოლუცია, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო, რომელმაც დაადანაშაულა თავისი გადაწყვეტილება
გადაწყვეტილებით ქართული ოცნება იმაში, რომ არღვევს იმ წევრის ვალდებულებას, რომელსაც 98 წლიდან ჩვენ არა პირნახავთ, მაგრამ ეტაპობრივად ვავსრულებთ და ვაუმჯობესებთ. ეხლა აქ მივიდა ისეთ პიკურ მდგომარეობამდე, რომელიც გამონაკლისი შემთხვევებისთვის დაიშვება ხოლმე. მაგალითად, მაშინ, როდესაც ჩეჩნეთში ძალიან მძიმე ადამიანის უფლებათა დარღვევები იყო რუსეთში მაგ შემთხვევაში, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მაშინ ამოქმედა ეს მექანიზმი, როცა ბელორუსიაში ტოტალურად დაირბა და დაარღვეს არჩევნები და გამარჯვებული არჩევნები წაართვეს 20-20-ში ვიძახი, მანამდეც იყო რამდენ ერთხელ ბალკანეთში, როდესაც სამოქალაქო და ასე ვთქვათ, ეთნიკური ომების პირობებში უზარმაზარი, ასე ვთქვათ, შემთხვევებიც აღარ დანაშაულები იყო ადამიანის მასობრივი მკვლელობებისა და ვთქვათ, ადამიანის უფლების მასობრივი დარღვევების. ანუ ესეთი კრიტიკული სიტუაციებში გამოიყენება ეს მექანიზმი, რომელიც ქმნის უკვე ობიექტურ ექსპერტულ დასკვნას, რომელიც დიდწილად არის სარეკომენდაციო, მაგრამ სარეკომენდაციო როგორც ქვეყნისთვის და აძლევს შანსს, რომ აი ამას თუ გამოასწორე პრინციპში ბრუნდები ნორმალურ მდგომარეობაში, მაგრამ ასევე არ გამოსწორების შემთხვევაში უკვე წევრ სახელმწიფოებს არის ეუთოს სახელმწიფოებს გეოგრაფიულ ევროპაზე ბევრად უფრო დიდია შუა აზიის ქვეყნები და ამერიკა, ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიც კი შედიან, ხო? აი ამ ფართო ასე ვთქვათ, საზოგადოებაში იძლევა თვითონ ექსპერტთა ჯგუფი რეკომენდაციას, რომ გადაიდგა ძალიან კონკრეტული და მძიმე ნაბიჯები. ეხლა ვინ როგორ და რანაირად გამოიყენებს ეს ჯერჯერობით ჩვენ არ ვიცით, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირის ესეთი მომწიფებული მწვავე რეაქციებია, ბრიტანეთში უკვე დაწყებულია სანქციების განხილვა და ასე ვთქვათ, გადადგმულია ნაბიჯი. ამერიკის შეერთებული შტატებიდან დასანქცირებულია და მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციები შეიცვალა არანაირი პირი არ ურჩენს, ეს ყველაფერი შეიცვალა. ეს რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც ძალიან კვალიფიციურია, დეტალურია, იძლევა საშუალებას, რომ გამოყენებულ იქნას სხვადასხვა გადაწყვეტილების, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოებში, როგორც მტკიცებულებები. ხო, ეს იყო ნახსენები, ხო, ეს არის კიდე ეს არა მარტო ნახსენები, ეს შემთხვევები იყო ჰააგაში, მაგალითად ბალკანეთის შემთხვევაში ტრიბუნალში გამოყენებული იყო როგორც მტკიცებულებები. და ამ შემთხვევაში თუ ეს ყველაფერი ესე დარჩა, ეს დანაშაული არ დააბრუნა უკან, არ შემოატრიალა ქართულმა ოცნებმა, საბოლოო ჯამში ეს მაწინააღმდეგე იქნება გამოყენებული, რომ მტკიცებულებები მათი დანაშაულის. იქ დანაშაულებზეა საუბარი. დაემთხვა, რომ ახლა ლიეტუვა მიმართა ბელორუსთან დაკავშირებით, სწორედ საერთაშორისო სასამართლოს აი ამ ასეთი ტიპის დარღვევებზე. და ან ბალკანეთზე იყო კიდე გამოყენებული იქნა სპეციალურ ტრიბუნალში იყო როგორც მტკიცებულება გამოყენება. არის ძალიან კარგი შემთხვევებიც, ახლა პრინციპში მოვიძიე კიდე დამატები და ესტონეთს ჰქონდა 92 წლებში, როდესაც იწყებოდა ეს ვთქვათ, გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები დამოუკიდებლობის პერიოდში, რა თქმა უნდა, იყო გარკვეული, ასე ვთქვათ, ცდელობები, ცოტა დისკრიმინაციული კანონმდებლობა მიიღოთ, მათ შორის რუსულენოვანი მოსახლეობის და მაშინ ესტონეთის ხელისუფლებამ როგორც ჩანს იმუშავა, ამიტომ ემუშავა ამ ჯგუფს და შესაბამისად ძალიან გამოასწორა და ჩვენ ვიცით, რომ მათ ძალიან წარმატებული განვითარება ჰქონდათ მასვე. იგივე იყო თვალშთები მოლდოვაშიც. მაგრამ არის შემთხვევები, როცა არ ემუშავეს და მივიღეთ ისეთი ქვეყნები, როგორც არის ბელორუსი, მათ შორის ამ მის მოსკოვის მექანიზმის შედეგად მიღებული დამატებით სანქციები, თურქმენეთი, რომელიც სრულიად იზოლირებულია და მხოლოდ არის ხო და ძალიან ვიწრო სამეზობლოს ჩაკეტილი და ერთადერთი თვით სულმოს ეს არის ენერგეტიკული ესე ვთქვათ რესურსები, მაგრამ მთლიანად ესე ვთქვათ როგორც დემოკრატიული საერთოდ კვალიც არ არის ამის შემორჩენილი. და რუსეთი, რომელიც რაღაც დარემოთამაშე, რომელიც არის ესეთი ესე ვთქვათ დამრღვევი ზოგადად საერთაშორისო ნორმების, რა თქმა უნდა, მასზე პირდაპირ ესე ვთქვათ გავლენა ამ სანქციებს არ ქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს გავლენები, ეს გარკვეულად ეს დამატებითი არგუმენტები, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერა სანქციები, საბოლოო ჯამში ასუსტებს რუსეთს. რა თქმა უნდა, ჯერ კიდე იბრძვის და ამის კიდე, ეს დიდი სახელმწიფო და ეს მარტივად, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთი ისეთი მივიღეთ რუსეთს საბოლოო ჯამში და მათ შორის ამ მოსკოვის მექანიზმის გამოყენებით, როგორც არის დღეს, ანუ მისი სახე საბოლოო ჯამში სამართლებრივია, საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო საზოგადოების თვალში არის ჩამოყალიბებული, დადგენილი, დაწერილი უკვე ამ დოკუმენტში. მათ შორის გამოდის საქართველოს ქართულ ოცნებას აქვს დღეს შესაძლებლობა ან დააბრუნოს ყველაფერი და მეტნაკლებად დაიწყოს დიალოგის პროცესი, გამოსწორება რაღაც ნაბიჯების, გაუქმოს რაღაც დრაკონული კანონები, რეპრესიული კანონები, განთავისუფლოს პოლიტიკურ პატიმრებს, ეს ყველაფერი დარქმეული, ეს აღარ არის უკვე მოსაზრება, ეს არის უკვე დარქმეული ექსპერტული. ეს ვაფშად რა თავარი რაც არის, ყველაზე მძიმე რაც არის, ხო, იქ წამება არის ნახსენები და ხო, აი არის ძალიან ბევრი. თითქმის პრაქტიკულად ყველა საკითხი არის. მათ შორის დაწყებული არჩევნებიდან, რომ ესეთ ფორმაში და ესეთ ვითარებაში ჩატარდა არჩევნები და უზარმაზარი კითხვები არის ამასთან დაკავშირებით გაჩნილი და მათ შორის გამოყენებულია ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნა, რომელიც ძალიან კრიტიკულია. მოდის კანონმდებლობა, რომელიც ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში მათ შორის ვითომ და ტრანსპარენტულობის კანონი და ფარას კანონი და ასე შემდეგ, რომელიც პრაქტიკულად ანგრევს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას და მოუკიდებელ მედიას და ასე შემდეგ. ასევე ნახსენებია უკვე ეხლა განხორციელებული ცვლილებები, გრანტის კანონი, სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც პრაქტიკულად შლის ყველაფერს. მე მოდის უკვე თვითონ აქციების დროს დარბეული ადამიანების მიმართ წამებების შემთხვევები. ახლა პირველად მოხდა რამდენადაც მახსოვს საერთაშორისო ასე ვთქვათ ანგარიში წამება და
ხო, აი ესეთ ანგარიშებში ესე მკვეთრად განხაზ არსად არ იყო ალბათ, შეიძლება სადმე იყო, მაგრამ ესეთი მასშტაბის ანგარიშებში არ არის. აქ არის უკვე ნახსენები წამება, სისტემური ცემა, ძალადობა დემონსტრანტებზე. და გამოუძება დაუსჯელობა ასევე. თავარი არის, ამ შემთხვევაში შეიძლება ბევრგან შეიძლება მოხდეს წამება და ეს არ არის დემოკრატიულ ქვეყანაში გვინახავთ, დაუსჯელობა არის, რომელსაც სახელმწიფოს არ აქვს. არანაირი გამოძიება ამას არ მოხდა. ხო, ანუ არავინ არ დაისაჯა, არც ერთი კონკრეტული შემთხვევა არ მოხდა, რომ რაღაც ვიღაცა დაისაჯა, თუნდაც სამაგალითოდაც კი და ამიტომაც ეს დანაშაული, რომელიც ძალოვანმა სტრუქტურებმა ჩაიდინეს, კიდევ უფრო მძიმდება იმის გამო, რომ სახელმწიფოს აბსოლუტურად რეაგირება არ ჰქონდა. და ასე შემდეგ პირიქით, ასე ვთქვათ, აბსოლუტურად არაპროპორციული სასჯელებია გამოყენებული ნებისმიერი ასე ვთქვათ დემონსტრანტის მიერ, მათ შორის იმათმა, რომელსაც შესაძლებელია გარკვეულწილად გადააჭარბეს თავის ასე ვთქვათ ლეგიტიმურ უფლებას. აქეთ ამ მხრიდან დასჯილია ძალიან ბევრი. დასჯილია და აბსოლუტურად არაპროპორციულად. ალბი ჩვენებებით ესეც არ ნათქვა. ბევრი შეიძლება უსამართლოთაც, მაგრამ ნუ დასჯილი ყავს და იქიდან ერთი ადამიანიც არ არის. კი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მანდატი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ, ანუ დასჯილი არის, ვინც არის დასჯილი, ყველა არის ესეც ნახსენებია, მხოლოდ პოლიციის ჩვენებებით, რაც თავისთავად სუბიექტურია, იმიტომ რომ ერთი მხარეა და არ შეიძლება ერთი მხარის ჩვენებებით, მით უმეტეს დაინტერესებული მხარის ჩვენებებით გამო და მიუსაჯოთ თან სისხლის სამართლებს ძიმე სასჯელები კონკრეტულ ადამიანს, რომელიც შესაძლებელი ადმინისტრაციული სასჯელის ღირსები ყოფილიყვნენ. არ გამოურიცხა, მაგრამ ამასაც თუ დამტკიცება უნდა, მაგრამ ის რომ ეს არ არის დამტკიცებული, ეს არ არის არაპროპორციული, ეს არ არის პროპორციული და ეს ემსახურება პოლიტიკურ მიზნებს, ესეც ჩანს უკვე და ეს არის ასახული, ასე ვთქვათ, ამ ანგარიში და ნუ ყველა ის კანონმდებლობა, რომელმაც პრაქტიკულად მიიყვანა ქვეყანა იქამდე, სადამდეც მივედით, მათ შორის არის, ასე ვთქვათ, ეხლანდელი კანონებიც, როგორც ვახსენეთ, რომელიც პრინციპში ანგრევს სამოქალაქო სექტორს საერთოდ, საუცხოო მედიას აღარ უტოვებს სივრცეს და ერთადერთი რაც რჩება გარკვეული სიმულაციური თამაშები, რომელსაც გვთავაზობს ქართული ოცნება, თითქოს რაღაცა მრავალფეროვნება არის, მაგრამ პრაქტიკულად ცდილობს, რომ ამ კანონებით და არა მარტო და პრაქტიკული ნაბიჯებით გუდავს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას დამოკიდებ მეტად. ასევე არის საუბარი იმ ტრულ რიტორიკაზე, რომელიც სრულიად შეუსაბამო არის, მაგალითად დიპლომატებთან ურთიერთობაში და ძალიან სასაცილო არის პასუხი, როდესაც ოცნების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ეს ჩვენი კულტურის ნაწილიაო. ანუ ეს რომ ჩვენ ელჩებს ესე ველაპარაკებით, თურმე ჩვენი კულტურის ნაწილი ყოფილა. ანუ კულტურო ოცნების მაგას, ხო, ელჩების ლანძღვა ესეთი ფორმა. კიდევ ერთხელ, ელჩების მიმართ კრიტიკა არის ჩვეულებრივი ამბავია და თუ ელჩს ნებისმიერ ელს გადაუცდა პირობითად შესაძლებელია. ფორმები, რომელიც ქართულ ოცნებამ აირჩია, არის სრულიად მიუღებელი. გერმანიის ელჩი ფაქტობრივად რაღაც დაბალი ღობე ნახესო გეგონება? არა, თუმცა მე კიდევ ერთხელ არც ერთ შემთხვევაში გერმანიის ელჩის ქმედებებს არ უეძახი გადაჭარბებას, ის ცალსახად მოქმედებს იმ ინტერესებში, რომელიც დემოკრატიულ სახელმწიფოს მიმართ უნდა კონდეს და რაც თავარია, აქედან ხდება, ეს არ არის მხოლოდ ასე ვთქვათ დაბალი ღობე, ეს არის მიზანმიმართული კამპანია მის მიმართ, რომ მაქსიმალურად შეუქმნა განსაკუთრებული დისკომფორტი და აიძულონ ეს კაცი წავიდეს ამ ქვეყანაში. აი დაახლოებით ესეთი და მიჩენილი ყავს ადამიანი, რომელიც ყველაზე უსამართლოა ამის კეთება, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც 20 წელი თუ არ ვთქვი თუ 18 თუ რაღაცა მუშაობდა ზუსტადაც რო გერმანიის განვითარების სააგენტოში და მან ჩემზე და თქვენზე ჩემზე და თქვენზე კარგად იცის გერმანიის დამსახურება საქართველოს განვითარებაში. რასამობი ვიცი რომ აი ანგრევსო ფიშერო იმ დამსახურებებს ანგრევსო. ხო, ანუ ეგ პროპაგანდაა სამწუხაროდ, მაგრამ კიდევ ერთხელ თუ შეიძლება არ მოგწონდეს რამე, ამასაც აქვს ფორმები, ეთიკა და გარკვეული დიპლომატიური ეტიკეტი, რომელიც უნდა ამა დაკარგულებთ ეს ყველაფერი და ეს არ არის უბრალოდ ძილობისკენ მოხრობა, ეს არის უბრალოდ არაობიექტურობა და ეს არის პროპაგანდის გამოყენება ყველას მიმართ იმისთვის, რომ შენი ეს თქო უკანონობა ანტიდემოკრატიული ქმედებები დაიწყეს, რომ არის არაობიექტური, რანაირად მომზადდა ასე ცოტა ხანში ხა ის რა ქვია რუსთავი ორი იკლებს ვინ არის ის პოლონელი, რომელმაც ეს დაწერა და რაღაცებს გუშინ მარტა კოსლე გააკეთეს მაგალითად რეპორტაჟი, რომ იუგოსლავის საიდუმლო სამსახურებთან თანამშრომლობდაო და აი ახლა ამ პოლონელმა ვის დაწერა ეს ანგარიში, თქო მის შესაძლებლად რაღაცებს ქეკავენ და აი ასეთ სტილში, ანუ თავდასხმაზე არიან გადასული. არც ერთ შემთხვევაში მათ უკან არ დაიხიეს, ყველა შემთხვევაში რაც როცა იყო ასეთი რაღაც იქედან შენიშვნები, კრიტიკა, მიდიან თავდასხმაზე. ეს არის ტაქტიკა არჩეული და ეს არის ძალიან მათ რო უყვართ ხოლმე თქვა, რომ ნული არგუმენტი. ან ზუსტად როცა არ აქვს არგუმენტი, შიდა პოლიტიკურ წრეში ყველას ეძახიან, რომ ნაციონალია და გარეთ ეძახიან, რომ რაღაცა დიპ სტეიტის ან სპეცსამსახურის აგენტი. ანუ რეალურად
რა მნიშვნელობა არის თუ არა შენ იმ კონკრეტულ ბრალდებაზე, რომელიც იქიდან მოდის და საკითხები, რომელიც მოდის, იმაზე უნდა გაცე პასუხი და კომპეტენტური პასუხი. რა მნიშვნელობა კონკრეტულად ის ექსპერტი ვინა? ის ფაქტი ხო დამდგარია. ის ფაქტი ხო დამდგარია, რომ პატიმრები არიან. ასე მალე როგორ დაწერო? წინასწარ დაწერილ ანგარიში მოაწერა ხელი დღეს რუსთაველია. ხო, ნუ ალბათ მათ უკვე როგორ შეიძლება იშრომოს ადამიანი, კოლექტიური ჯგუფია, კოლექტიური ის იყო შემადგენლობა, მათ ასევე დარწმუნებული ყავდათ სტაფი, რომელიც ამ მასალას აგროვებდა, თავმოყრა მოხდა და ნუ ეს ტექნიკურად ძალიან მარტივია და ეს 200 გვერდიანი იქნება თუ 300 გვერდიანი ეს არ არის რთული, უბრალოდ მათ 500 გვერდიანი დაწერეს, აბსოლუტურად არაფრისგან გამოაცხეს, ნუ სასწაული და ახლა ამბობენ რომ წიგნად უნდა გამოვცეთ კომისიის დასმას გულისხმობ, მაგრამ ეს არის ძალიან კომპეტენტური და რასთავარ ეს ყველაფერი არ არის ახალი, ეს არ არის მათი შექმნილი რაღაცა წამება და ესეთი ფაქტები საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის ანგარიშის არის მოხვედრილი, რომელზეც ვერ იტყვი რომ ეხლა ამ ხელისუფლების წინააღმდეგ არის, ხო? მაგრამ ვერ დახუჭა იმ ადამიანმა თვალი და თქვა რომ უწოვდებოდა წამებას ის რაც ხდებოდა მაგალითად ფურგონებში თუ სამარშრუტო რაღაც იმაში. კი, ანუ წამებაში კონკრეტული დეფინიციაა, როცა პოლიციელები უკვე დაჭერილ ადამიანებს კი, ზუსტად მაგაში ასაკუთრებულად ეს არის გარკვეულწილად ის ფაქტების დამდგენი, მე გადამოწმების კომისია, ანუ ანგარიში, რომელმაც ერთის ის არსებული ფაქტები, რომელიც ყველა მხრიდან ზოგადად ჰაერში ტრიალებს, ასე ვიტყოდი, ამ 2-3 წლის განმავლობაში შეაგროვა, ყველაფერზე ეცადა რომ პასუხი მიიღო, მათ შორის მიმართა ხელისუფლებას, რომ მიიღო მათგან ახსნა განმარტებითი იქნება და ჩვენ ყველა დანარჩენი სუბიექტურები ვართ და ამათმა მიცეს უბრალოდ რომ თქვენი მანდატი ამაში არ ხორციელდება, თქვენ გადიხართ თქვენი მანდატიდან და სხვა არგუმენტები განსაკუთრებული კარიყო. იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომელსაც ესენი სწავლდნენ. საბოლოო ჯამში შეიკრა ეს ანალიზი, მათ შორის გამოყენებული იქნა საჯარო წყაროებში გამოქვეყნებული, მათ შორის სახალხო დამცველის ანგარიშებიც. ეხლა წამება ამათ არ უნდა დაარქვათ, წამება ალბათ წარმოგვიდგენია ჩვენ ინკვიზიციას რო ქონდა თქვა შუა საუკუნეებში, მაგრამ წამებას აქვს ამ კონკრეტული დეფინიცია და ამ კონკრეტული დეფინიციის პარაგრაფში ჯდება ის, რასაც უკეთებდნენ დემონსტრანტებს, როდესაც იჭერდნენ. მაშინ დაჭერის მხოლოდ დაჭერის დროს ქუჩაში კიდე ცალკე საკითხია. ეს ცალკე შეიძლება გადაჭარბებული იყოს, მაგრამ დაჭერილზე ცემა და დაჭერილზე სპეციალური ფსიქოლოგიური ძალადობა, ფიზიკური ძალადობა, შეურაცხყოფა, ეს წამებასთან გათანაბრებული ქმედებები და ეს არის წამება. ამიტომაც ეს არ არის ვინმეს მოგონილი, ეს კონკრეტული შეფასება იმ მოქმედების, რომელიც ქართულმა ოცნებამ ჩაიდინა, რომელზეც არც ერთ თვითონაც ამბობენ იყო, ხო, გადაცდომები, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში გამოძიება არ დადგა, არანაირი პასუხისგებლობა არ დადგა. დაუჯელობის სინდრომი ერთხარეს ძალიან მძიმე დასაჯელები, აბსოლუტურად შეუსაბამო, კიდევ ერთხელ ბევრ აქციაზე შესაძლებელია აქტივისტი გარკვეულწილად ადმინისტრაციულ დარღვევას ახორციელებდეს. ხდება, ჩვეულებრივი ამბავი. ბევრ ქვეყანაში ამის გამო აკავებენ, მაგრამ როგორც წესი ერთ ან ორ დღეში უშვებენ, შეიძლება ეს იყოს რაღაცა ჯარიმა, გაფრთხილება, ან თუნდაც 2-3 დღიანი ადმინისტრაციული დანაშაული არ ჩაიდინა. მაღაზია არ დაწვა იქ ხა საფრანგეთში მართლა მანქანებს და მაღაზიებს წვავდნენ და აქ ასეთი რამ არ მოხდა. მანდაც არის ხოლმე ძალიან განსაკუთრებული და რბილი მიდგომები, იმიტომ რომ როდესაც ეს პროტესტი გამოწვეულია შენი ბრალეულობით, ანუ შენ როგორც სახელმწიფო აიძულეს ხალხი გამოვიდეს, მათ გარკვეულ პოლიტიკურ ლეგიტიმაციას აძლევს, რომ ისინი გამოვიდნენ და როცა გამოდის ხალხის მასა, იქ შესაძლებელია ემოციამ ის უხოთ იმძლავროს, მაგრამ ეს კიდე ცალკე საკითხია. ფაქტი აქ არის რა, რომ ამ ადამიანებს იჭერენ აბსოლუტურად დაუმტკიცებელი ბრალეულობებით, იმის მაგერად რომ ეს განიხილონ როგორც ადმინისტრაციული სამართალდღეობა, სისხლის სამართლის დარღვევა და მიიჩნევენ და რასთავარია არ ყავთ მოწმეები და არ აქვს ფაქტები. ყავთ მარტო პოლიციელი, ზოგ შემთხვევაში სულ სხვა პოლიციელი, რომელიც საერთოდ იქ არ იყო და ესეთი ფაქტები ნახეთ, ამიტომაც მე სასამართლოს ხდომები დახურეს და რეალურად შექმნეს რაღაცა დაძამჯელო სისტემა, რომელმაც თვითონაც თქვეს, ხო გახსოვთ არა, თქვეს რომ ჩვენ შერჩევითად ავარჩიეთ რამდენიმე შემთხვევა, რომ იმისთვის სამაგალითო დაგვისაჯაო. ეს თქვა პრემიერ-მინისტრმა თქვა ირაკლი ყობახიძემ თვითონ თქვა რომ ესეთის ისმის ასე თქვა შეფასება მიცა ამ ქმედებას რომ ეს არ არის უბრალოდ მართლა დამნაშავეები კი არ მოძებნეს უბრალოდ ეს შეარჩიეს რომ მოდი ევსენი დავიჭირო და მე შესაბამისად მიცეთ პასუხისგებაში და დანარჩენები შევაშინო ქონდა რომ ახლა ამდენი პოლიციელია დაშავებულიო ყველა უდანაშაულო ვიღაცა ხო არისო დანაშავეო და ხო ვიღაცა რო არ დანაშავე ეგრეს პარჩას რომ ვიცოყება ხელში ის დაიჭირა. ხო, დაახლოებით თვითონ თქვა რომ ის მოხდა ხელში ესე დავჯექით შევარჩიეთ კადრების მიხედვით და დავიჭირეთ, მაგრამ რეალურად კიდევ ერთხელ შესაძლებელია ვიღაცას გადაუცდა და იყო გადაცდომები. ესეთი მასშტაბური პროტესტების განმავლობაში ესეთები ხდება. მაგრამ შენი სახელმწიფოს ვალდებულება ერთი გაითვალისწინო რამ გამოიწვია ესეთი ემოციური ფონი, იმიტომ რომ შენმა არასწორმა გადაწყვეტილებმა შენ მიიყვანე ხალხი ესეთ გაბრაზებამდე. სამხრივად არ დასაჯო. ხო? მაკეთხრიდან 60 კაც იქიდან ერთი მაინც დასაჯე. კადრები რო გაქვს რომ ადამიანს წაქცეულ ადამიანს წიხლს ურტყამს სახეში. ის მაინც დასაჯე, ხო? ანუ ამ შემთხვევაში კარგი მაგალითებია ხოლმე. 60 რო დასჯი და იქიდან არც ერთს.
ხო, რა. ეს რანაირი სამართალია? ეს არ არის სამართალი, ეს არის უსამართლობა, ეს არის შერჩევითი სამართალი, რომელსაც იყენებ მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის. თორე ეგრეს პარიზის, ესე ვთქვათ, 60-იანების, ესე ვთქვათ, სტუდენტური რევოლუცია, ესეთ კულტურული რევოლუცია შესაძლებთან, იქ ძალიან ბევრი გაცილებით ძიმე შემთხვევები იყო, თქვათ, იგივე ქვების როლის იყო და მოლოტოვის კოქტეილები და ასე, მაგრამ ხელისუფალი გადაადგა, იმიტომ რომ მან ჩათვალა, რომ მისი ბრალეულობაც იყო. მე არ ვიცი კონკრეტული მოტივაცია რა იყო დეგოლის იმ შემთხვევაში, მაგრამ კიდევ ერთხელ დიდსულოვანი პოლიტიკოსი, რომელიც თავის ქვეყანაზე დარდობს, იმას კი არ ამბობს ეს ახალგაზრდები, რატო ზედმეტი ემოცია რატო მოვიდა პროტესტის გამო, მაგრამ იმას დარდობს, რომ მისმა პოლიტიკამ რატო მიიყვანა ახალგაზრდები ესეთ გაბრაზებამდე და რატომ ეს პასუხისმგებლობაა, რომელიც ქართული ოცნების არც ერთ ადამიანს სამწუხაროდ აღარ გააჩნია. რატომ ბრაზდებიან მათზე ადამიანები? რატომ არის ესეთი გაღიზიანებული მთელი საზოგადოება მათ ქმედებაზე? არა, ამას ცდილობენ რომ ყველაფერს პროპაგანდა დაუბრუნოს, რომ ყველანი არიან რაღაც აგენტები. ანუ ყველაც უნდა დაახვა. რაღაც სიტყვა მოიგონეს ახლა, გონიათ რომ ამით რაღაც ადამიანი. ხო, როცა არგუმენტი არ აქვს, უნდა დაარქვა რაღაცა და ეგ არის მათი რეაქცია ყველაფერს, მაგრამ ანუ არც შიგნით ხალხის პროტესტი არ აინტერესებს, რატო არის სინამდვილეში გამოწვეული და რაც თავარია, რაზეც ვილაპარაკეთ, რომ დასავლეთთან ფაქტობრივად ყოველდღურად უფრო მეტ კონფრონტაციაზე მიდიან. არანაირი რაღაც უკან დახევი, ერთადერთი ახლა რაზეც უკან დაიხიეს, არის ეს ყულევის ტერმინალი, იმიტომ რომ იქ ხა კონკრეტული სანქცია ემუქრებოდა პორტს, ყულევის პორტს და როგორც ევროკავშირის პრესპიკერმა თქვა, ევროკომისიის პრესპიკერმა, პირობა დადესო, რომ იქ რუსული გემი აღარ მოხდება. ანუ იქ დაიხიეს უკან. იქ დაიხიეს, იმიტომ რომ კონკრეტულ ძამძიმე საჯელის წინაშე დადგა. და აქ ახლა ყველაფერზე უკვე უწურ ერთ-ერთი ახლა მათი პროპაგანდისტი წერდა კიდევ რომ აი დასავლეთი უკვე გსჯისო რა ამ ანგარიშზე. ანუ ისეთ ეტაპზე გადავედით, როცა დამთავრდაო რა ლაპარაკი, აქამდეც არ უნდა გველაპარაკაო, დიდადის მეგობარია რაღაცა, ყველას თავისი ინტერესი აქვს, ამას აწვევიან თავიდან, დასავლეთსაც თავისი ინტერესია, გასაგებია ხარ, რომ ყველას თავისი ინტერესი აქვს. ეხლა თითქოს ამერიკა აღმოაჩინეს და ანუ ეხლა იქიდან მოდისო, მოდი, ანუ ფაქტობრივად ომში ვართო რა, დაახლოებით ეს განწყობა აქვს უკვე დასავლეთთან, რომ იქიდან მოდის სასჯელები და ჩვენც მაგრამ უნდა დავდგეთ და აი რა უნდათ გაამართლებს ეხლა ეს პოლიტიკა. მე არ ვიცი, მე მგონია რომ ვერ გაამართლებს, მე უფრო მანდ უყურებ არა იმას, რომ ასე ვთქვათ, საერთოდ აღარ უნდათ ურთიერთო, მე უყურებ, რომ ეს ესკალაციის სტრატეგიით მიდიან ივანიშვილისთვის ალბათ დამახასიათებელი ეს რაღაც ცოტა ქუჩურძველ-ბიჭურ რაღაც მაფიოზური მომაწვევი მე უარეს ვიზამ და სამწუხაროდ ჩვენ გვჯიან, ანუ ისინი იმის ამ შემთხვევაში ყულევის შემთხვევა ძალიან კარგი მაგალითი, როცა მათი უშუალო დაჯა დადგა საკეთ, იმიტომ რომ ძალიან კონკრეტული შემთხვევა იყო რუსნეფტის ნავთობის შემოტანა, რომელიც ამასობაში სანამ აქ ვთქვათ გადამუშავებასავით თვითონ რაღაც პროცედურა მოხდა და ასანქცირეს. აღმოჩნდა რომ ესე ვთქვათ სანქციების ესე ვთქვათ შუაში გავლას აპირებდნენ. და მაშინ როცა მათი უშუალო ფინანსების და ასე ვთქვათ მიმართ სანქციები უნდა გამოყენებულიყო, რა თქმა უნდა უკან იხევენ. მაგრამ მაშინ როდესაც სხვა შემთხვევა, როდესაც საქართველოს თავის მოქმედებით აკარგინებენ ევროპულ პერსპექტივას და იმ კეთილდღეობას, რომელიც ამას უნდა მოყვეს, ძალიან ბევრი და ფართო გაგებით. მაშინ ისინი ცდილობენ რომ თავის ძალაუფლების შენარჩუნების გამო დასაჯონ თავისი მოსახლეობა. არაფერ ნაბიჯს არ დგამენ იმისთვის რომ გამოასწორონ მაგალითად ვიზა ასე ვთქვათ უვიზო მიმოსვლის სტანდარტები ქვეყანაში, რომ უვიზო მიმოსვლა შენარჩუნდეს. ამიტომ მზად არიან რომ დასაჯონ ქართული საზოგადოება იმის გამო რომ თვითონ არ გადადგა ნაბიჯები და ქვეყანა დააბრალებენ ისევ დასავლეთს. მე ესწრებიან და იგივე მათ შორის ასევე მგონია რომ მათ უკვე დაკარგული აქვს და სურვილიც აქვს რომ პრინციპში საქართველოს კანდიდატის წევრობის სტატუსი გაუჩერდეს, იმიტომ რომ მათთვის ეს ტვირთია, იმიტომ რომ კანდიდატის სტატუსი ვალდებულებებს განიჭებს, ეს ვალდებულებები არ უნდა. ერთადერთი მათ რაც უნდა და ეს არ ვიცი, ჩემი ესეთი ძალიან დარწმუნებული ვარ თითქმის ამაში, რომ მათ ჭირდებათ გარკვეული ტრანზაქციული ურთიერთობა ევროპის ცალკეულ ქვეყნებთან მაინც და მარტო უნგრეთი მათთვის საკმარისი არ არის, მაგრამ სხვადასხვა ქვეყნებთან იმისთვის, რომ თავიანთი ეს შავბნელი საქმეები, ეკონომიკური საქმეები გარკვეულწილად მომხიბლელი გახადონ საქართველოს იმ შავი ფულისთვის, რომელსაც შეიძლება შემოვიდეს და გათეთრებისთვის გამოიყენოს საქართველოს და მე დაუკავშირდეს დასავლურ ევროპულ ბაზრებს. სხვა შემთხვევაში მე ვერ ვხედავ მაგათ რომ მე ინტერესი ქონდეს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ან ზოგადად საზოგადოებისთვის რაღაცა სიკეთის მოტანა უნდათ. ორიენტირებულები არიან თავის ძალაუფლების შენარჩუნებაზე, ამ ძალაუფლებას ჭირდება ფინანსები, იმიტომ რომ თითოეულ ეს ელიტები ვიზეს დგას და ის რეჟიმის რაღაცა მსახურები, რომელზეც დგას, მათ შორის პროპაგანდა, მათ შორის გარკვეული ძალოვანი ჯგუფები, გარკვეული ადამიანები, რომელიც ამას ემსახურებენ, მას ჭირდება ფინანსები. ამ ფინანსებს ჭირდება რესურსების მოზიდვა, ჩვენ იცით არა ვართ ახლა ენერგეტიკულად მდიდარი სახელმწიფო და შესაბამისად ჩვენ ჭირდება რაღაცა, მათ ჭირდება სტაბილური ფინანსების წყარო და აი როგორც ჩანს ეს რაღაცა შავი ფულის გათეთრების მექანიზმი, მათ შორის ეს რაღაცა ეგრეთ წოდებული ვითომ არაბული ინვესტიცია მათ ჭირდებათ, მაგრამ რეალურად არც ინვესტიციების მოზიდვის რესურსი აქვს, იმიტომ რომ როგორც დავინახეთ აბუ-დაბიში ჩადიან და უნებიან რომ ევროინტეგრაცია გრძელდებაო. ინვესტორებს ამას ელაპარაკებენ, რომ ფული ჩადეთო ამ Eagle Hills-ის პროექტშიო. ნუ ეს რუსული ფულია თუ არაბული თუ თავიანთი არ ვიცი, მაგრამ ესაუბრებიან ეს სიტყვაში თავის გამოსვლაში კობახიძე ამას საუბრობდა.
საქართველოს ევროინტეგრაციას აგრძელებს და შესაბამისად საქართველოს კარგი, ესე ვთქვათ, გილია ინვესტიციისთვის. ალბათ მიდიან და ცალკეულ პოლიტიკურ კორუმპირებულ ევროპულ პოლიტიკოსებს, ცალკეული ესეთი არის, რა თქმა უნდა, მათ ესაუბრებიან, რომ თქვენ ახლა დაგვიჭირებთ ხარი და თქვენ გექნება საშუალება, რომ ამ არაბულ ინვესტიციამ თქვენც მიიღოთ გარკვეული წილი. ანუ გათეთრების მექანიზმი. ეს რა თქმა უნდა ხო არაუდს გამოთქვა, ის რომ აბუ-დაბიში და დუბაის ფორუმებზე ევროინტეგრაციაზე ილაპარაკეს როგორც მიმდინარე წარმატებულ პროცესს, ეს ფაქტია, ეს გამოქვეყნებული საჯაროა. არაბებს იმით მასშე აწონებენ საქართველოს, რომ აი ევროპისკენ მიდის. ხო, ეგ არაბები არიან თუ არა, არაბული კომპანია, მაგრამ არაბული კომპანიის გარდა ეგ აბუ-დაბიში არის ძალიან დიდი ფართო ოფშორული სივრცე, რომელშიც ძალიან ბევრი რუსული კომპანიაც არის, მათ შორის ავარაუდოდ კომპანიები, რომელიც არის სანქცირებული. საერთოდ მაგ ხისთან დაკავშირებით ხო თქვა პრემიერ-მინისტრს მოუწია ეღიარებინა, რომ პროექტში ძირითადად იქნება იმ ხალხის ფული, ვინც ამ ბინებს წინასწარ იყიდის. ანუ ის არაბეთიდან შემოვა თუ არა რამე, რაღაც ნაწილი შემოვა, მაგრამ ნაწილი ანუ ჰაერს ყიდიან და ჩვენ ამ ვინც იყიდის და ჩადებს ჰაერში ფულს, იმით მე ააშენებს. ეს ერთი ნაწილია და მან მე მგონია რომ პრინციპში ცოტა იტყუებიან. იტყუებიან და რატო? იმიტომ რომ იმ ფასები და იმ გათვლებით, რომელიც მაგათ აქვს გაკეთებული, მაგ ფასიან ბინას ადგილობრივი მოსახლეობა დიდწილად არ იყიდის. უბრალოდ მათ შექმნეს ახლა გარკვეული გამოსავალი, რომ თვითონ შეიყვანეს თავისთავად ჩიხში ერთის მხრივ განავითარეს ანტიისლამური რიტორიკა ევროპის მიმართ და მე თვითონ მოუწიათ იმის თქმა, რომ ეს პროექტი არ არის რაღაცა არაბების დასახლების სივრცე. სინამდვილეში მე ვფიქრობ, რომ მან რეალურად ინვესტიცია სერიოზულად არ იქნება, ეს იქნება განგრძობითი, გრძელი, ხანგრძლივი პროცესი იმისთვის, რომ ფული შემოვიდეს და გავიდეს. და რეალურად როგორც ხდება 11 წელია თუ 12 ბელგრადში მიდის მსგავსი პროექტი, რომელიც არ დამთავრდა, ნახევრამდეც ვერ მივიდა, მაგრამ უზარმაზარ რესურსებს უქმნის იმ კონკრეტულ პოლიტიკურ ელიტას იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ თუ შემოდის შავი ფული, იმ შავ ფულს ჭირდება სივრცეები და სტანდარტულ მექანიზმებს თუ განვიხილავთ, როგორ ხდება, ასე ვთქვათ, გათეთრება ფულის, არა ხელოვნურად უნდა გაზარდო ფასები, ამ გაზრდილი ფასის საქონელი უნდა მიყიდო ვიღაცა შავი ფულის ფლობელს, მე რეალურად იქიდან კეშბექი მიიღო, ჯიბეს ჩაიდო, მას მიცე უკვე ლეგალური ახალ შეძენილი აქტივი და ამ აქტივის საფუძველზე მან უკვე დაიწყო საერთაშორისო ბაზრებზე გარკვეული სავაჭრო ურთიერთობები. ანუ შექმნას ლეგალური აქტივი საქართველოში ამის ფული გადაიხადოს და მე დაიწყოს ამ აქტივებით მუშაობა უკვე ბანკების და სხვა ინსტიტუტების საკითხია ხო ასე ძვირიან ბინებს ვინ იყიდეს და რასთავარი ის თანხა რომელიც საქართველოს სახელმწიფო ან ჩვენი რესურსი შევიდა აქ წილობრივ მონაწილეობაში იმდენად დიდია რომ ამის ამოღების რესურსი სახელმწიფოს არა ხო მაგას ვამბობ ან მიწის იმხელა რესურსია გაღებული და მე ჩემი დასკვნა არის ესეთი ის რაც ფულის გათეთრებაში ივანიშვილმა უნდა დაკარგოს აი ამას აკომპენსირებს სახელმწიფოდან წაღებული ბიუჯეტის რესურსი ან სახელმწიფო რესურსი ან მან თავის თავს აჩუქა მიწა რეალურად შეავსო ის რაც უნდა გადაიხადოს იმ მომსახურებას ივანიშვილის პროექტი იყოს უშუალოდ დიდწილად გონია რომ ივანიშვილის პირადი პროექტია და ასევე პროექტია რომელიც უკავშირდება იმ რუსული ოლიგარქიული სანქცირებული რუსების ფულის ასე ვთქვათ ტრიალს რომლისთვისაც მსგავსი ოღონდ ყულების მსგავსი ოღონდ კიდევ უფრო მასშტაბური ყულებიც ესეთია ოღონდ ყულებისნაირად არის ძალიან ბევრი და ყულები შეიძლება საქართველოსი დიდ თანხას არ ტოვებთ ან თქვათ ივანიშვილის რეჟიმისთვის, მაგრამ ის ძალიან მასშტაბურია თუ ავიღეთ ამ ყულების მსგავსი პროექტების ერთობლიობას, ოღონდ ეს არის გერეუს პროექტი, ან გერეუს სამხედრო დაზვერვის პროექტი, რომელიც თან საინტერესოა კიდევ ერთხელ ამას დავუბრუნდეთ, როგორც კი აი ფულს შეექმნა საფრთხე ყულებთან დაკავშირებით, ეგრევე ენის მოჩლექვით დაუწყეს ევროპას ლაპარაკი. მათვისა და ენის მოჩლექვით და ბოდიში მეც აღარ ვიზავთ და ასევე შემთხვევაში აგინებენ გამწარებულებს. ასევე შეგახსენებთ, რაც საჯაროთაც ითქვა და პრინციპში ესე ვთქვათ კულუარულადაც ვით. ძალიან ბევრს ცდილობდნენ ისინი რომ მოხვედრილიყვნენ ერთ-ერთ ევროპულ სამიტზე, სადაც ეს დაკავშირებულობის პროექტის განხილვა მიმდინარეობდა და ვერ მოხდნენ. და მათთვის ძალიან მძიმე იყო ის, იმიტომ რომ უნდოდა და ევროკავშირმა მაშინ უარი უთხრა. ხა პოლიტიკური ასე ვთქვათ თანამეგობრობის სამიტზე ხვდებიან ხოლმე და ის ძალიან ფართოა, ყველა ხვდება და მაგრამ იქ მნიშვნელოვანი ისეთ საკითხები საქართველოს მიმართ არ განიხილებოდა, მაგრამ აი კონექტივიტი, რასაც ვქვი, დაკავშირებულობის პროექტი, რომელიც რამდენიმე მილიარდიან ინვესტიციას გულისხმობს შუა დერეფნის კორიდორში, აი აქ უნდათ მოხვედრა კიდევ ერთხელ იგალქისიდან შემოსული ფული, სადღაც ხონდა გათეთრეს და მათთვის ეს ევროპული პროექტებში მონაწილეობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში საქართველოს რა ქვეყანად იქცევა? ანუ რა თუ ჩვენ ევროპასთან ასე გავაფუჭებთ ურთიერთობას დასავლეთთან, ჩავჭრით ყველაფერს. რას ქვეყნად ვიქცევთ? ან რა არის ჩვენი პერსპექტივა საბოლოო ჯამში? მე უბრალოდ გონია რომ ეს არ გამოვა, რასაც ოცნებას ცდილობს, მაგრამ თუმცა გზა არის, როგორ გარკვეული შემდგარი ავტოკრატია, პრასme შეიძლება დინასტიურიც, არ ვიცი, რომელსაც ექნება მდგრადი დაგვიტოვოს. ანუ მე არ ვიცი მაგისკენ მიდის თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეს რასაც ხედავთ, არის მართლობის ერთი უცნაური ფორმა, რომელიც არ არის
არც ერთ ავტოკრატიაში არ წერია, რაღაც მე დავარქვი ამას პროვინციული ფეოდალიზმი, რომელიც მას ახლა თუ მიეცა საშუალება და ყველაფერი ეს ჩაკეტა, არ მოგცა საშუალება, ვისაც განსხვავებული სიტყვა გვაქვს და განსხვავებული აზრი გვაქვს, ან დაგვიჭირა, ან გაყვარა ქვეყნიდან, მაშინ ახდენს რაღაც გარკვეულ კომფორტის სივრცეს და ნუ ეს ცდილობს ყოველ შემთხვევაში თუ გამოვიდა, ცდილობს რომ არ იყოს ნაცრისფერი ზონა, იმიტომ რომ ნაცრისფერი ზონაში ფული ჩადება არავის არ, ნაცრისფერი ზონა არის ცლიანად იზოლირებული. უნდა რომ გამოვიდეს ამ იზოლაციიდან და კონდეს ტრანზაქციული ურთიერთობები. დაახლოებით ისეთი როგორც შეიძლება გარკვეულ ცენტრალური აზიის ავტოკრატიულ რეჟიმებს კონდეს, თუმცა ისინი თქვათ უზბეკეთის მაგალითად ავიღოთ, რომელიც პროგრესს აჩვენებს და ამიტომაც ევროპისთვის და დასავლეთის ზოგადად საინტერესო გახდა. მაგრამ საქართველოს რითი უნდა გახდეს საინტერესო დასავლეთისთვის, თუნდაც ტრანზაქციული ურთიერთობების პირობებში. ეს ცოტათი საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში არ მგონია. არ მგონია რომ ეს ისე გადალახოს, მაგრამ რომ უკვალოდ გავიდეს და ხვალიდან თუ ან 1 წელიწადში ან 5 წელიწადში როცა ჩვენ გავყარა პირობითად ქვეყნიდან, მასთან ტრანზაქციული ურთიერთობების თავისუფლად დაიწყოს ევროპულმა ქვეყნებმა, გერმანიამ, საფრანგეთმა და მსგავსმა ქვეყნებმა, იტალიამ, ესპანეთმა, ხო? ამ შემთხვევაში მე მგონია რომ ის გზა, საერთოდ მიდიან არის არარეალისტური, არარეალიზებადი, უბრალოდ ჩვენი წვალების და ჩვენი ამ საზოგადოების ტკივილის და საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების და ზოგადად სახელმწიფოს დაზიანების ხარჯზე მიდიან. ყოველ წელს ჩვენ ვაზიანებთ ანგარიშ სახელმწიფოს პროპაგანდისტის ის მოსაზრება, რომ აი დასჯა გადაწყვეტა ევროპამ ჩვენი ხო და დამდგეს როგორ სიტუაციაა, იცი რა? ამდენი ხანი ევროპას ფაქტობრივად დედას აგინებენ. ხო, დასავლეთ ზოგადად deep state-ს ეძახიან და რაღაც უბედურებს აბრალებს. თან თვითონ ამტკიცებენ, რომ დასავლეთსაც მეგობრული ინტერესებით კი არ მოქმედებსო, თავის ინტერესით მოქმედებს, გასაგებია რომ ყოველთვის ინტერესით მოქმედებს. ანუ გვეუბნებიან, რომ დასავლეთიც ეს ამერიკა ყველა ჩვეულებრივი იმპერია, როგორც რუსეთი, ამიტომ დიდად ნუ გაქვს წარმოდგენა, რომ რაღაც რუსეთთან განსხვავებულად იმოქმედებენ და თან ამას გვეუბნებიან და თან უკვირთ მე იქედა რაღაცა სასჯელის თუ წამოვიდა რეაქცია და ჩვენ თუ იძახი რომ დასავლეთი არის deep state-ი, უბოროტესი ხალხი, რაღაცა მასონები მართავენ, ხო და თან მე ამ deep state-ს რაღაცა თიცრო უტრიალებს სახესთან. რა გარანტია გაქვს რომ თუ ესეთი უბოროტესი ეს deep state-ი არ მოგიბრუნდება ერთ დღეს? ხო, არა, ეს ძალიან ძიმეა ხოლმე ეს. პასუხს არ გაგცემს, ხო? რა ლოგიკაში ჯდება? ერთი მხრივ ამტკიცებდო რომ ისინი ზბოროტები არიან რუსებივით და მეორე მხრივ აგინებდა დილიდან საღამომდე. ისე უნდა ვთქვათ რომ არც ისე ხშირად ახსენებენ რუსეთის ბოროტებას, როგორც დასავლეთის ბოროტებას. უბრალოდ ეს რა არის აი როცა კიდევ ერთხელ ნოლი არგუმენტი, როცა აქ იგონებენ რაღაცა აბსურდულ მისტიურ მტერს და ეს მისტიური მტერი გლობალური ომის პარტია, მე deep state, იმიტომ რომ ვთქვათ უფრო ახლოს იყო იმ ფრაზებთან, რომელსაც თქვა ტრამპის ადმინისტრაცია იყენებდა, თუმცა ცალსახაა, რომ ტრამპის ნათქვამი deep state არ სხვა რამეს ნიშნავს, სხვა ხალხს და სხვა გარემოს ნიშნავს და ამაზე შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ. deep state ესე რასაც ამბობენ, ეს არის რაღაცა მისტიური გაერთიანება, სხვათა შორის ძალიან კარგად განვითარებული ეს კვაზი მეცნიერული მიდგომა საბჭოთა კავშირში იმისთვის, რომ მაშინდელი დასავლეთის მრიცხანება მათ ლოგიკას მოვყვებ, გავყვეთ მათ ლოგიკას, რომ დასავლეთიც აი რაღაცა იმპერიალისტური ძალები, ბოროტი ძალები და მე ვუკვირთო ვიმე რატო იმას ხნაო რა ქვია რაღაც ანგარიში დაგვიწერა ცუდიო სასამართლოში ანუ რატო გადაწყვიტაო ჩვენი დასჯაო და შენ თუ ფიქრობ რომ ის ბოროტია იმპერია არის რატო გიკვირს მაშინ ხო ასეთი რაღაცა აქ კიდევ ერთხელ აქ არ არის ეს ალბათ შიდა კომუნიკაციისთვის უნდა იმიტომ რომ მართლა ამ საკითხებს რომელიც ამ ანგარიშია რეალურად პასუხები არ აქვს როდესაც ამ საკითხებზე საუბრობს გინდა ადგილობრივი აქტორი ჟურნალისტი პოლიტიკოსი სამოქალაქო ორგანიზაცია თუ უბრალოდ ადამიანი ისინი ამბობენ რომ deep state-ია თორე რეალურად ამაზე პასუხები არ აქვს ანუ იგონებენ რომ ეს ყველაფერი იმიტომ იყო რომ ხელისუფლების გადატრიალება უნდა სახელმწიფოს ჩამოსვლა უნდა ეს მეორე პარადოქსია რომ თავისთავად იმდენად გაიგივეს სახელმწიფო საქართველოს ქართული ოცნება და მთელი მომავალი ისე გაიგივეს ერთმანეთში რომ თავის თვითონაც დაიკარგენ ამაში მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არგუმენტი როცა არ აქვს იშველებენ აი ამ ასე ვთქვათ ძალიან პრიმიტიულ არგუმენტს აი კოლექტიური ომის პარტია თუ რაღაცა გლობალური ომის პარტია და ან ეს არის გაქცევა პასუხები და მეორე ხრივ ესეც თქვენ დარწმუნებული ვარ ქართული ოცნების გარკვეული მხარდამჭერების გიყურებენ აქ მგონია რომ ძალიან ცალსახად უნდა ვთქვათ რა რომ დღეს მოთხოვნები რომელიც არის დაყენებული გინდა ამ ანგარიში გინდა ევროპარლამენტის ყველა რეზოლუციაში ევროსაბჭოს რეზოლუციებში ცალსახად არის ის რაც ერთხელ უკვე გაკეთებულია ქართულ ოცნებას ანუ ქართულმა ოცნებამ ეს ნაბიჯები დიდწილად გადადგა ანტიდისკრიმინაციული კანონი იქნებოდა თუ ზოგადად დამოკიდებელი ინსტიტუტების შექმნის ნაბიჯები არ იყო ახლა მე არ ვამბობ იდეალურად მივახციეთ მაგრამ ეს ყველაფერი გაკეთებული იყო ამის გამო გვაქებდნენ მათ შორის ქართულ ოცნებასაც აქებდნენ ზუსტად იმის გამო რაც ერთხელ ეს ქართულმა ოცნებამ გააკეთა და ქართული ოცნება ამით ამაყობდა
ჩვენ გახსოვს ხო 22 წლამდე. ეხლა ესაც ამაყობენ. ცდილობენ რომ გააშავონ ეს ანგარიში იმითი რომ აი თხოვენ რაღაც ოჯახური სიწმინდის შესახებ კანონის ხო ეს მოდი კიდევ აი მაგათაც თვითონ არ მიიღეს ანტიდისკრიმინაციული სპეციალურად დაარქვეს ამ კანონს ოჯახური ღირებულებების თითქოს ამ კანონის წინააღმდეგ როცა მიდიხარ ოჯახური ღირებულებების ებზე და რეალურად ეს ყველაფერია გარდა ოჯახური ღირებულებების ამ არაფერი არ არის აქ ოჯახური ღირებულებების ეს არის დისკრიმინაციული კანონი რომელიც ეწინააღმდეგება თავად კობახიძის მიერ დაწერილ კონსტიტუციას ანუ კობახიძის ავტორობით შექმნილ და ქართული ოცნების მიერ დამტკიცებულ მათ შორის მაშინდელი ჩემი მონაწილეობით ჩვენს მიერ მაშინ ქართული ოცნების 2017 წელს ქართული ოცნების შემადგენლობის მიერ მიღებული კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდნენ თავის წინააღმდეგ არის ანუ მათ ვინმე კი არ აშანტაჟებს ანუ ქართულმა ოცნებმა ქართულ ოცნებას უღალატა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ოცნების ამორჩეულმა ეს უნდა იცოდეს რომ მათ თავს უღალატეს არაფერ შუაში არ არის ნაციონალური მოძრაობა ან კი შევარნაძე ან ზვიად გამსახურდი ან კიდე საბჭოთა კავშირი არც ერთი არ არის არაფერ კავშირში იმასთან რასაც ახლა ქართული ოცნება აკეთებს ქართულმა ოცნებამ თავს უღალატა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მაგათმა ჩაიდინეს საკუთარი თავის მიმართ ნუ ქვეყანასაც აზიანებენ და დააზარალეს და ძალიან მძიმე შედეგები მოაქვს ამას და ქართული ოცნების დამთავრების დასრულების მერე ძალიან დიდი დრო დაგჭირდება მისთვის ის აღვადგინოთ თუნდაც 20-22 წლის მდგომარეობა და მიიყვანოთ ქვეყანა იმისთვის რომ ეს ზიანი რომელიც არის მიყენებული სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის და ზოგადად სამართლებრივ ამას გამოსწორებას ესე მარტივიც არის ერთი ხელის მოსვლით ეს უბრალოდ ამ კანონების გაუქმებით ეს თავისთავად ესე არ აღდგება ფუნდამენტურად მოშლილია ინფრასტრუქტურა ერთი ძალიან საინტერესო რაღაცა ხშირად ამბობენ ხოლმე ტრანსპარენტულობაშიო მაღალი რეიტინგები გვაქვს და იმას კი არ ამბობენ ამ რეიტინგებს იმიტომ აქვს ამ საკითხებში იმიტომ აქვთ უბრალოდ კონდათ მაღალი რეიტინგები რომ სწორედ ის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები რომელსაც ესენი აწვდიან თავის დროზე ინფორმაციას მათ შორის დღეს რომ თქვა აგენტებად არის მონათული ტრანსპარენსი საერთაშორისო IDFI ISPED საკითხები რომელსაც აწვდიან ინფორმაციას აი ეს იმ პერიოდში მიღწეული გამჭვირვალობის და ამ ორგანიზაციების დამსახურების სახელმწიფო მიიღო მაშინ მაღალი რეიტინგები გამჭვირვალობაში ეს კოლაბორაცია მაშინ ძალიან აქტიური იყო. კრიტიკული იყო, რა თქმა უნდა, ყველა ეს ორგანიზაცია, მაგრამ იმის გამო, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ამ ორგანიზაციებთან მუშაობდნენ საქართველოს და მათ შორის ქართული ოცნების ხელისუფლებამ მიიღო მაღალი რეიტინგები. დღეს მხოლოდ ინერცია დარჩა მაგედან, რეალურად ჩამოქვეითებულია. ძალიან თქო, ესეთი არატრანსპარენტული სახელმწიფო მეგონი არასდროს არ ყოლია არც ერთ პერიოდში საბჭოთას თუ არ ჩავდა. ელენე ხოშტარიამ დაწერა, რომ აი ეს რომ დაუბრუნდეთ ისევ ამ მოსკოვის მექანიზმზე ევთოს ანგარიში, რომ არის აი გარდამტეხი ასე ვთქვათ, შეიძლება მოვლენა იყოს და სხვა ეტაპზე გადავიდეს უკვე პროცესები. რამდენად ფიქრობთ, რომ შეიძლება მართლა მას სერიოზული გაგრძელებები მოყვეს უკვე? მე ვფიქრობ, რომ მოყვება, იმიტომ რომ არც ერთ შემთხვევაში ეს მექანიზმი არ დარჩენილა უყურადღებოდ. აი ყველა სხვა შემთხვევაში, თქო 92 წლიდან გამოიყენება ეს მექანიზმი და როგორც გითხარი, იქ მოლდავეთი, ესტონეთის შემთხვევაში, როდესაც თვითონ მთავრობები ემუშავა და შესაბამისად ეცადა და გამოასწორეს და ამას გაგრძელება მე ნეგატიური აღარ მოყოლია. ყველა სხვა შემთხვევაში, ხო ბალკანეთის შემთხვევაში ეს მტკიცებულებები გახდა, ეს ანგარიშები ტრიბუნალში, რუსეთის და ბელორუსიის და თქო თურქმენეთის შემთხვევაში ეს იზოლირება მოხდა ამ ქვეყნების და გარკვეულად სანქცირება. ეხლა საქართველოს შემთხვევაში როგორი გაგრძელება ექნება, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ დაელოდებიან რაღაცა პერიოდი, როგორი იქნება რეაქციები და მე დარწმუნებული ვარ, რომ წევრი ქვეყნები, ანუ ეუთოს წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი დაიწყებს უკვე დამატებით ნაბიჯების გადადგმას, იმიტომ მტკიცებულებები ხელში უჭერათ, მათ არც ცალკეულ მათ ქვეყნებს აღარ დაჭირდება დამატებით ანგარიშების მომზადება, შესწავლა, იმიტომ რომ ეს უკვე მტკიცებულებად ჩაითვლება, ეს არის ფაქტების დამდგენი კომისია, რომელიც ადასტურებს ამას ყველაფერს. თუ თქვა ევროპარლამენტის რეზოლუცია იყო მაინც რეკომენდაციული, ასევე ეუთოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისაც უფრო მაინც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში განიხილავდა, ეს უფრო ფართო რეკომენდაციებს იძლევა და რეკომენდაციას აძლევს უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და შესაბამის ქმედებს. ანუ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა როგორი იქნება, ძნელი სათქმელია, მაგრამ ის რომ იქნება ეს ფაქტია. турბულენტურ გარემოში, აი ესეთი მსოფლიოში, როგორც არის დღეს და საკმაოდ ესეთი არაერთგვაროვანია დამოკიდებულება ევროპასა და ამერიკას შორის, ნატოში შიგნით. ეს ხდება, ეხლა ამას ვერ დავმალავ და ეს არაორდინალური სიტუაციაში ვართ, მაგრამ პარადოქსულია, რომ კავკასიის შემთხვევაში ინტერესების თანხვედრა ხდება. გულისხმობ რას, რომ ის კორიდორი, რომელიც თქვა ტრამპის კორიდორად არის ცნობილი, მშვიდობისა და განვითარების კორიდორი, რომელიც აი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, თურქეთისთვის, ამას ემთხვევა ევროპული ინტერესი, რომელიც ასევე გულისხმობს ამ რეგიონის როგორც ტრანზიტული კორიდორის გამოყენებას, იმისთვის რომ აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტვირთები იყოს გადაზიდული და დაკავშირებულობის პროექტი, რომელიც ამის ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფას და საქართველოს ცდილობს აი ამ გლობალური ინტერესების თანხვედრაში წინააღმდეგი იყოს და რუსეთის მხარეს დადგეს, იმიტომ რომ ვისაც არ აინტერესებს კავკასიაში მშვიდობის განვითარება, ვისაც არ აინტერესებს ამ კორიდორის, შუა კორიდორი ხო რუსეთის კორიდორის ალტერნატივა. ერთადერთი რუსეთი არის, ვისაც არ აინტერესებს ამის განვითარება და საქართველოს ამ შემთხვევაში რუსეთის ინტერესების იცავს და არა
საკუთარი, რომელიც ემთხვევა დასავლეთის ინტერესებს. ერთადერთი ხა შევარდნაძიდან მოყოლებული, რაც იყო ჩვენი მთავარი ფუნქცია, რომ და ყოფილიყავით ეს დამაკავშირებელი ხიდი. ხო? ამასაც ვკარგავთ უკვე. კიდე, და რა სწავლა? შეიძლება აგვიაროს. ესე მე მაშინ ადმინისტრაციაში მუშაობდი, კარგად მახსოვს კონცეფცია მშვიდობიანი კავკასიის რატო იყო მნიშვნელოვანი. ტრასიკას პროექტი იყო მაშინ, მათ შორის იგივე დღევანდელი, ასე ვთქვათ, მაშინდელი ვერსია. მაგრამ არ გამოვიდა რატო? ერთ-ერთი მთავარი დამაზიანებელი ამის იყო, გამოვიდა ნაწილობრივ, რა თქმა უნდა, მაგრამ არ გამოვიდა მთლიანობაში, იმიტომ რომ მაშინაც რუსეთმა შუა აზიის ქვეყნებში მოახდინა გავლენები და ხელი შეუშალა ერთიანი სატარიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებას და ამიტომ ამითი ხელი შეუშალა და მეორეს არაძლევდა სომხეთ აზერბაიჯანს საშუალებას, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები დასრულებულიყო. ანუ ერთის და მეორეს ახლა მოგვარებულია. რუსეთი ამ შემთხვევაში ვეღარ ერება ვერ შუა აზიაში, ვერ სომხეთ აზერბაიჯანის კონფლიქტს, თუმცა ცდილობს. და ახლა ეს არჩევნებში ძალიან ინტენსიურად მონაწილეობს რუსეთი თავისი პროქსი ძალებით იმისთვის, რომ შეატრიალოს ეს პროცესი და დააბრუნოს, ასე ვთქვათ, თავის გავლენის ქვეშ სომხეთში მიმდინარე პროცესები. მაგრამ ერთადერთი, ვინც ამას ხელს უშლის მნიშვნელოვნად, აი რეგიონში არის საქართველო. ხო, არ უერთო, ისე რომ ჩვენ აგვიაროს უკვე შეიძლება. სახელმწიფო დეპარტამენტის წერილი ხო გვახსოვს? ეხლანდელი, აი ზუსტად ერთი თუ ორი კვირის წინ იყო გამოქვეყნება, სადაც ამბობთ თქვენ არა თუ უნდა მიიღოთ მონეტა, სარგებელი უნდა მიიღოთ იმ პროექტებისგან, რომელიც არის იწყება დღეს კავკასიაში. ხო, რანაირად მივიღოთ სარგებელი უნდა მიიღოთ. ამ შემთხვევაში ეს სარგებელი არა წინააღმდეგება, თქვა თუ მაგალითად ესპანეთს და ამერიკას შორის არის ფუნდამენტური განსხვავება ირანისთან დაკავშირებით, კავკასიისთან დაკავშირებით ევროპის და ამერიკის ინტერესები არ არის წინააღმდეგობრივი და პირიქით, უფრო ასე ვთქვათ, თანხმედრაშია. და ეხლა აქ შემთხვევაში, აი ამ კრიტიკულ ვითარებაში, რა შეიძლება იყოს საქართველოს უსაფრთხოების მთავარი გარანტია, ის რომ იყოს რაც შეიძლება მეტ ქვეყანასთან ჩართული ეკონომიკურად, იმისთვის რომ ნებისმიერ აგრესორს ძალიან ძვირი დაუჯდეს საქართველოს იზოლაციისკენ. ჩვენ მივიდივართ იზოლაციისკენ და ნებისმიერ აგრესორს ხდება ბევრ დამოუსუვერენიტეტის განმტკიცება. ეს არის ყველაზე არაპრაგმატული, თუ არ ჩავთვლით, თუ პრაგმატულად შენი ამოცანა არის რუსეთთან დაახლოება, მაშინ ეს არის. ეს არის რუსეთთან დაახლოების, იმიტომ რომ ჩაშალო ყველა ის ალტერნატიული პროექტი, რომელიც ეკონომიკურად ასუსტებს რეგიონში რუსეთს და შენ რუსეთის მხარეს დადგე, თუ ეს აგა გამოცანა, მაშინ პრაგმატულები ხარ. ყველა სხვა შემთხვევაში ეს ეკონომიკური პროექტი კიდევ ერთხელ განსხვავებით იმისა, რა ხდება რეგიონის სხვადასხვა ქვეყნებში და სხვადასხვა რეგიონებში. ამ შემთხვევაში არის თანხმედრა ამერიკული და ევროპული ინტერესების, რომელმაც შესაძლებელია გაზარდოს საქართველოს მიმართ იმხელა ინტერესი, რომ თითოეულ ქვეყანას გაუჩნდეს სასიცოცხლო მნიშვნელოვანი ინტერესი დაიცვა საქართველოს უსაფრთხოება. არამედ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისით. ამიტომაც ესეთი ეკონომიკური შესაძლებლობები არ ქონია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ეს იქნებოდა ოცნება შევარდნაძის, რომელმაც ბევრი რამე გააკეთა, ტრასეკას და ამ შუა კორიდორის განვითარებაში გუამი შექმნეს ორგანიზაციასაც, ეს ყველაფერს ხვანაერად უნდა დაბალანსებულ, რუსეთი უნდა შეეჩერებინათ, შუა აზიასთან კავშირები ქონდა, მაგრამ ჩაშალა რუსეთმა. დიდწილად ჩაშალა. რაღაცები მაინც გაკეთდა, მაგრამ დიდწილად ჩაშალა. და კიდევ ერთხელ მაშინაც იყო ტარიფების პოლიტიკა, რომელიც მეშვეობითაც რუსეთმა ჩაშალა ეს დიდი სატრანსპორტო დერეფნის განვითარება. საქართველოს რა გააკეთა? როგორც კი დაიწყო სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სატრანსპორტო გადაზიდვები, ტარიფები ეთარია ისე. ეცა და ისე რომ ტარიფები რუსეთი როგორც თამაშობდა, ისე ზუსტად იმ თამაშს თამაშობდა. მე აქ ახლა თავისი უჭკუობით გააკეთეს თუ რუსეთის დავალებით ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ ნახე, თავი პრაგმატული ეს შემთხვევა, ეს გზა იმ შემთხვევაში არის მხოლოდ პრაგმატული თუ შენი ამოცანა არის რუსეთთან დაახლოება. თუ შენი დაახლოება, შენი ამოცანა არ არის რუსეთთან დაახლოება, ეს არის აბსოლუტურად არაკომპეტენტური და არაპრაგმატული პოლიტიკა, იმიტომ რომ ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს უსაფრთხოების, ეკონომიკურ განვითარების და კეთილდღეობის ინტერესებს. გასაგებია. მადლობა დიდი გადაცემის. მადლობა თქვენ.